საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს პროფესიული დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიულოცეს. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები. აფხაზეთის ომში 19 ჟურნალისტი დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს ომში 3. შეხვედრას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ომში დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მინდა უდიდესი მადლიერება გამოუხატო და თანაგრძნობა გამოუხატო ყველა იმ ადამიანს და იმ ოჯახს, ვისი ოჯახის წევრებიც თავის პროფესიონალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ. ეს იყვნენ ჩვენი ჟურნალისტები, როგორც 90-იან წლებში, ასევე 2008 წელს. და პლუს ამას ჩვენთან ერთად დღეს ესწრებიან სტუდენტები, ჩვენი ვეტერანების ოჯახის წევრები, რომლებიც არიან ღირსეული ცვლა შემდგომ ამ პროფესიული მოქმედებების განვითარებით. ჩვენ აფხაზეთის ომის, ასე ვთქვათ, ვეტერანები დაწყებული პირველი დღიდან დამთავრებამდე სანამ დამთავრდა პრინციპში სანამ სოხუმი დაეცა, რა თქმა უნდა, ვიყავით აფხაზეთში და ძალიან რთულია ახლა იმის მოყოლა რა იყო, როგორ იყო, საერთოდ არ გავსულ ვარ ქალაქიდან სტუდიიდან დაწყებული გარეთ სანგრებშიც ბევრჯერ ყოფილი ვართ. პრინციპში დილით რო გავიდოდით გადაღებაზე, ერთმანეთს ასე ვთქვათ, ვემშვიდობებოდით, იმიტომ რომ არავის არ ქონდა იმის გარანტია, რომ საღამოს ცოცხალი დავბრუნდებოდით. ყოველ შემთხვევაში გადაღებიდან. შეხვედრაზე ომში გადაღებული მასალების ვიდეო ჩვენება გაიმართა. ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. თოფის ხმის მეშინოდა ბავშვობიდან, მაგრამ რაღაც არის ადამიანში ალბათ შიშზე უფრო დიდი, რაც გაძლიერებს და რაც იმ ადამიანურ გრძნობებს შენში კლავს და ამარცხებს და ასეც გამოვიდა. იქ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა დამჭირდა საკუთარ თავთან. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან საინტერესო იყო და უფრო წარმოვიდგინე რა გამოიარეს მათ და ჩემთვის ეს თუნდაც ჩემ კარიერაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს და საქმიანობას მათ სახელზეც გავაგრძელებ.